საათია, რაც აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ზემო ფონიჭალაში, მე-13 კორპუსში უკვე 5 საათზე მეტია, რაც ექსპერტ კრიმინალისტები უწყვეტად მუშაობენ. რაც ეხება ადგილზე არსებულ ვითარებას, აქ უმძიმესი მდგომარეობა, რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება ადგილზე. ხედავთ, რომ მრევლი ამ წუთებშიც არის შეკრებილი იმ კორპუსის სადარბაზოსთან, სადაც ბერი ნიკოლოზი წლების განმავლობაში ცხოვრობდა. მრევლი ითხოვს, რომ შევიდნენ საცხოვრებელ სახლში, რადგან მიეცეთ შესაძლებლობა თავად ნახონ ბერი ნიკოლოზის ცხედარი. აქ შეკრებილი ადამიანები არიან ასევე სადარბაზოში, სადაც სავსეა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლობით და შიდა სივრციდან ვრცელდება სოციალურ ქსელში ვიდეო მასალა, სადაც ჩანს ხელჩართული ჩხუბი, როგორ ვითარდება მოვლენები საცხოვრებელ სახლთან. შეგვიძლია პირდაპირ ეთერში ვნახოთ. მოდი აქეთ რას ვაკეთებ გამოდი ბერი ნიკოლოზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მრევლმა ბოლოს ნახა 9 აპრილს, ამის შემდეგ ის არ გამოსულა სადარბაზოსთან შეკრებილ მრევლთან, მას რომ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონდა. ამას ადასტურებენ ის ადამიანები, ვინც ყოველდღიურად მოდიოდნენ ზემო ფონიჭალაში, ამბობენ, რომ მას ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ მას სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, თუმცა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით მრევლის ნაწილი წინააღმდეგი იყო, რომ ბერ ნიკოლოზთან სამედიცინო დახმარების ჯგუფი მოსულიყო. დილიდან აქ იკრიბებიან ის ადამიანები, ვინც თვეების განმავლობაში აქტიურ კონტაქტში იყვნენ ბერ ნიკოლოზთან. ისინი ითხოვენ, რომ ავიდნენ საცხოვრებელ სახლში და საკუთარი თვალით ნახონ, რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ადგილზე, თუმცა მრევლი პირველობთან საუბრისას განმარტავს, რომ ამის უფლებას ადგილზე მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები არ ეძლევენ ამის უფლებას. აქ მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ იქამდე არ წავლენ აქედან, სანამ საკუთარი თვალით არ ნახავენ ბერი ნიკოლოზის ცხედარს. სხვები არავინ არ შევა ეს შეუშვებენ რა ნუღაშაფქუდა აჟიოტა შოქერა ესენი ქმნიან განებე რა ავტოთავია მაგინა ერთ წუთი შემავტო შეეშია то ისინი დობით აღჭურვილი პირის დანდებით, როდის გქონდათ ბოლოს კომუნიკაცია? ქალბატონო ლუიზა. მამაოსთან იყო მრევლის შესული, მამაოს ჰქონდა პირიდან გადმოსული, რა ქვია, არ ვიცი, ძალიან ნერვიულობდა. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს მრევლს იმისი, რომ მამაო არის მოკლული. არ გვიშვებენ არავის, ქალებიც, ბავშვებიც, ჩამოგვიყვანეს ძალადობით. რას უპირებენ მამაოს და სად უნდათ მამაოს გადაყვანა და წაყვანა.
აი რეალურად ყველა სართულზე 6-7 პოლიციელი დგას, ორივე კარი ჩაკეტილი აქვს და აი არავის, აბსოლუტურად არავის არ უშვებენ შიგნით. ბოლო დროს ცუდად იყო, რომ გამობრძანდა რამდენჯერმე ცუდად იყო მამაო, მაგრამ ის რომ მამაომ თავი მოიკლა, ეს არის ხალხო აი წარმოუდგენელი, ეგეთი რამე არის გამორიცხული. 9 აპრილს რომ გამობრძანდა მამაო, მოპირდაპირე ბინას ჩაკეტილია ეს ბინა და ორჯერ ჩამოწია კარის სახელური და ესე ხელით ანიშნა. ანუ პირდაპირ მიგვანიშნა მამამ რეალურად აქ რაც მოხდებოდა და 10 დღის მერე აგერ კი ვხედავთ რაც მოხდა. ქრისტე უკვდავია. ქრისტე უკვდავია, მორჩა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის დროებითი მოვლენა. არავის არ გჯერა. ქრისტე უკვდავია, ბოლო ჟამში ვართ, ხალხო, ნუ იცინით. ასე იცინოდნენ ქრისტეს დროსაც, ხო გახსოვს? არაფერი არ ვიცით, არაფერი არ ვიცით, ყველაფერი გამოჩნდება მალე. შევთ ახლა პოლიცია. მრევლის ნაწილს არ სჯერა იმის, რომ ბერი ნიკოლოზი არის გარდაცვლილი, სწორედ ამიტომ ვითხოვენ, რომ შევიდნენ და მიეცეთ იმის შესაძლებლობა, რომ საცხოვრებელი სახლი დაათვალიერონ. აქ იმყოფებოდა ასევე ლუიზა ჯაფარიძე, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ის არის ბერი ნიკოლოზის ნდობით აღჭურვილი პირი. დღეს ლუიზა ჯაფარიძეს მედიასთან არ უსაუბრია, ის პოლიციელებს სთხოვდა მხოლოდ იმას, რომ იყო ჭირის უფალი და უნდა შესულიყო საცხოვრებელ სახლში, თუმცა ის ამ დრომდე გარე პერიმეტრზე რჩება და არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სახლში ავიდეს. ახლა აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ბერი ნიკოლოზის სახლში, რომელიც დღეს დაახლოებით 5 საათზე ნახეს ბინაში გარდაცვლილი. ის ამ ბინაში, დაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და აქტიურად დადიოდა მასთან მრევლის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.